მე მგონი სანდრომ თქვა სადღაც რომ ორი ვიღაცა თან ხდებაო დებატებსო ჩვენთანო სხვადასხვა არგუმენტითო ერთიო ჩერგო იმიტომ რომ გიჟიაო და მეორეო ალტინფო იმიტომ რომ უვიცები არიანო და 100%-იანი რუსი როგორც ასეთი გიყვარს ანგეზიზღება არამედ იმის გამო რომ აგებს გესმით აი პირველივე დღიდან შესამჩნევი იყო დანახვად იყო ისინი რომ წააგებდნენ მაგრამ აი დღეს როგორ შეიძლება F-16-ებს რო აძლევს ამერიკა რუსებს იმას უკრაინელებს რუსების წინააღმდეგ აი როგორ შეიძლება დაუშვა ის რომ F-16-ებს აძლევენ იმიტომ რომ ომი წააგონ აი ეს ხო ამერიკული შეიარაღების ამერიკული რეპუტაციის შეურაცხყოფა იქნებოდა ხო ცხადია რომ ამ ომს რუსეთს არავინ არ მოაგებინებს ეს კონფლიქტი იქნება არა რაღაცა რაღაც ლოკალური სამხედრო ოპერაცია, არა რაღაცა ერთდღიანი რაღაცა მცირე მასშტაბის შეტაკება. არა, ეს იქნება რეგულარული არმიების სიმეტრიული საბრძოლო მოქმედებები, სადაც რუსეთი გამოიყენებს ყველა მის ხელში არსებულ საბრძოლო ერთეულებს გარდა რა თქმა უნდა თერმობირთვული იარაღის. ეს არის ტაქტიკური რაკეტები, ეს არის მსხვილი კალიბრის артиლერია, ეს არის საავიაციო ბომბები, სატანკო არმიები. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ დესანტი ზღვიდან ისკანდერები, რასაც ქვია, ტაქტიკური რაკეტები. აი მაგეებით დაიწყებენ უკრაინის სამხედრო პოტენციალის განადგურებას, მერე მოტომსროლელი ჯავშან ტექნიკებით რეგულარული არმია შევა უკრაინის ველებში, ანუ რელიეფიც არ უწყობს უკრაინას ხელს და როგორ უნდა აღკვეთოს 100,000 კაციანმა უკრაინულმა ლიბერალურმა არმიამ ასეთი მსხვილი, მომზადებული, ძლიერი ჯარის შეჩერება როგორ უნდა მოახერხოს, არავინ არ იცის. ანუ ეს არის ფანტასტიკის სფერო. ანუ ვერ შეაჩერებენ, აი ყველანაირი სამხედრო გათვლებით უკრაინა მაშინ სხვა ყაიდაზე უნდა გადავიდეს. სრული მობილიზაცია უნდა გამოაცხადოს. ნუ მაგ შემთხვევაშიც ვერ შეაჩერებს, მაგრამ დიდი დანაკარგები ექნებათ. ანუ სრული მობილიზაცია უნდა გამოაცხადოს. ჯერთი ლიბერალები უნდა მოხსნას, ზელენსკი და მსგავსი კლოუნები უნდა გაუშვან. ვიღაც ღევანდელი უკრაინა მაგას ვერ გააკეთებს. მოდი რა, ევროპაში აქვს ეგ არ იგულისხმება. მეორე მსოფლიო ომის მერე მაგხელა ომი არ ყოფილა და თუ ქვეყანა აპირებს რომ რუსეთთან ეგეთი ომი აწარმოოს კავენში კი უმაღლესი მხედართმთავრის იმედზე არ არის ეგ კარგი გეგმა ხალხო. ცუდი გეგმაა რა. არ არის ეგ კარგი ვარიანტი. ხო და ეგ აი სააკაშვილი რო ყავდა ჩვენ ჰასტუხი ჭამია 2008-ში ეგ ჯობია დაჟე მაგ ვარიანტს როცა კავენში კი ყავს უმაღლესი მხედართმთავარი და მოდი მეორე მსოფლიო ომის მერე ყველაზე დიდი კონფლიქტი ვიომოთ რუსებთან. არ არის ეგ კარგი ვარიანტი ძმებო. რავი უკრაინელებში თუ ვინმე აქედან გვიყურებს გადაეცით რავი. თქვენი ბრალით აღმოჩნდით. თქვენ ხართ სულ პოზიციაში. თქვენ ხელში არ გიჭირავთ კოზირები. ანუ მე სერიოზულად გეუბნებით. თქვენ თამაშობთ ახლა მილიონობით ადამიანის სიცოცხლით. მესამე მსოფლიო ომს ეთამაშებით თქვენ. და რასაც აკეთებთ, ძალიან დიდი უპატივცემლობაა ჩემი ქვეყნის მიმართ. თქვენ მადლიერი უნდა იყოთ. თქვენ არ გიჭირავთ კოზირები ხელში. ხალხი იღუპება. თქვენ ფაქტიურად ჯარისკაცებიც აღარ აყავთ. მე მინდა ვიბრძოლო, მე მინდა გავაკეთო ეს, მე არ მინდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და თუ იქნება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ტყვიები აღარ იფრენენ. მე მინდა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ გარანტიები მჭირდება. მკითხეთ ჩემ ხალხს ცეცხლის შეწყვეტაზე, გეტყვიან რას ფიქრობენ.